მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონი, გახლავთ დავით გოთხოველი კომპანია Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას, დავიწყოთ კლავებო დოლარის წყვილით, სადაც მოძრაობა მიმდინარეობს ერთ-ერთ ფლეტურ ბაზარში. ეხლა ვიმყოფებით მნიშვნელოვან მხარდაჭერა წინაღობის დონის გარშემო, ეს არის 1.06 ნიშნული. შესაბამისად, თუ ბაზარმა ვერ გადალახა ეს ნიშნული, მაშინ მივხვდებით აღმავალ მოძრაობას, თუმცა ესე ვთქვათ ძლიერი მხარდაჭერის სახით ამ შემთხვევაში გვევლინება 1.08 ნიშნული, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა გაარღვია 1.06 ნიშნული ქვევით, უკვე ძლიერი წინაღობის სახით ვთქვათ მხარდაჭერის სახით გვევლინება 1.05 ნიშნული. შესაბამისად ამ დიაპაზონში შეხება ფუნტი დოლარის ვიმოძრავეთ ერთი მომენტი უკვე გვაქვს ესე ვთქვათ ასვლა მაღლა ეს არის 1.08 ნიშნულამდე, მერე სვლა ძლიერი ქვევით 1.05 ნიშნულამდე, თუმცა მთლიანი ტრენდი ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს აღმავალი და ნავარაუდებია რომ ბაზარი გადალახავს 1.05 ნიშნულს და გააგრძელებს აღმავალ მოძრაობას და არ არის გამორიცხული რომ ჩავიდეს 1.04 ნიშნულამდე. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ ბაზარმა გუშინ განავითარა აღმავალი მოძრაობა, თუმცა მთლიანი ტრენდი თუ დაუკვირდებით ჩვენ ბოლო მინიმუმი 1 ტრენდულ მოძრაობებს, ეს არის დაღმავალი ტრენდული სვლა, შესაბამისად ეხლა ამ ეტაპზე ვიმყოფებით უშუალოდ კორექციულ სვლაში, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი დაღმავალი მოძრაობა და არ არის გამორიცხული საერთო ჯამში რომ ბაზარმა მიაღწიოს ბოლო მინიმუმს, ეს არის 1.19 ნიშნული, იმიტომ რომ შეავსოს ეს ბოლო მინიმუმი, თუმცა ძლიერი მხარდაჭერის ზონის სახით მას ელოდება თავისთავად 1.24 ნიშნული და 1.25 ნიშნული. შესაბამისად თუ ბაზარი ამას ამ ორ ნიშნულს გადმორახავს, ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის მიაღწევს 1.19 ნიშნულს. რაც შეეხება დოლარ შვეიცარიულ ფრანკს, აქ ფაქტიურად ბაზარი ისევე როგორც ევრო დოლარის წყვილზე ერთგვარ ფლეტურ მოძრაობაში არის გადასული და მოქცეული არის 1.0130 ნიშნულის ზევით. შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ ბაზარმა განავითაროს კვლავ აღმავალი სვლა და მიაღწიოს ძლიერ წინაღობის ნიშნულს, ეს არის 1.0250 ნიშნული. მაგრამ თუ ბაზარი დაძლევს 1.0130 ნიშნულს, მაშინ იგი განავითარებს უკვე აღმავალ სვლას და პირველ ეტაპზე თავისთავად იგი მიაღწევს უშუალოდ 0.9950 ნიშნულს, რომელიც არის ძლიერი მხარდაჭერის დონე. რაც შეეხება დოლარი იაპონური ენს, აქ ბაზარი მივიდა ძლიერ წინაღობასთან, ეს არის 115.50 ნიშნული და ჯერჯერობით მისი გადალახვა ვერ შეძლო. გუშინ გაიკეთა ესე ვთქვათ საკორექციო სანდელი, თუმცა მაინც მთლიანობაში არ აპირებს ჯერ განავითაროს დაღმავალი სვლა, შესაბამისად ნავარაუდებია რომ 115.50 ნიშნულის შემდეგ ის განავითარებს ძლიერ აღმავალ მოძრაობას, ფაქტიურად ჩვენ გვაქვს აქ ჰაერი ერთგვარი და შემდეგი ესე ვთქვათ წინაღობა გვაქვს უკვე 121 ნიშნულამდე. შესაბამისად თუ ბაზარმა გაარღვია ზედაზღვარი, აი სანთლის ზედაზღვარი, რაც შეეხება 116.10 ნიშნული, მაშინ იგი განავითარებს უკვე ძლიერ აღმავალ სვლას. პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა 120-მდე და მეორე ეტაპზე 121.70-მდე, მაგრამ თუ ვერ დაიძლია 115.50 ნიშნულის ზევით, მაშინ ჩვენ ძლიერი მხარდაჭერის სახით გვევლინება 119.20 ნიშნული, ხოლო მისი გამოყენის შემდეგ უკვე 111 ნიშნული. რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს ამერიკულ დოლართან, აქ ბაზარი გადასულია საკორექციო კურსში და გვაქვს ერთგვარი სარკისებური დონე, მთლიანობაში მოძრაობა მაინც მიდის 0.75 ნიშნულის ქვევით და ფაქტიურად გვაძლევს ეს საბაბს იმისას, რომ განავითაროს აღმავალი ძლიერი მოძრაობა, მაგრამ როგორც წინა დღეებში ნახეთ, აქ იყო ესეთი ძლიერი მხარდაჭერის ზონა 0.73-80 ნიშნულზე, რომელიც ბაზარმა ვერ გაარღვია. შესაბამისად, თუ ბაზარი ახლა გააგრძელებს დაღმავალ სვლას, მოსალოდნელი ამ ნიშნულის 0.73-80-ის გარღვევა უკვე და პირველი სვლა 0.73 ნიშნულამდე, რა თქმა უნდა, და განახლება აი ამ მინიმუმის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბაზარი მოექცა 0.75-ის ზევით, მაშინ უკვე მოსალოდნელია აღმავალი მოძრაობის განვითარება 0.77 ნიშნულამდე. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.